მოდის. კარი გააღე. გულჯემალი უნდა ვნახო. ჩემი ვაჟი სად არის? აქ შენი ძვირფასი შვილის მოსაძებნად მოხვედი? არმაღანი სად არის? მას თუ რამე დაუშავე? რას მიზამ? მომკლავ? მე შენი სადაც მოკალი წლების წინ. მართალია შენ გამაჩინე, მაგრამ საერთოდ არ გგავარ. ნუ წუხარ შენს ვაჟიშვილს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნია. მართალია მე არ მგავხარ. იმ გაცდა მსგავსები ხარ, რომელიც მიყვარდა. მაგრამ მას ბაძავ და სხვა არაფერი. ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მითვისებულია. ეზო, მანქანა, შენი ქცევები, ყველაფერი. ყველაფერი. მუსტაფა ფეხლივანი ვერასდროს იქნები და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ არავის ეყვარები. ისე როგორც მე მიყვარდა ის. მას ძალას ჩემი სიყვარული მატებდა. უყვარდი ადამიანს ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ძალა, რომელსაც მაჯაში კი არ გრძნობ, არამედ გულში. შენ არაფერი გაგაჩნია. არავის ეყვარები. დედა შენმაც კი არ შეგიყვარა. აქ ჩამოხვედი. პატარა იმედი გაქვს. ფიქრობ იქნებ დედა ჩემ შემიყვაროსო. იქნებ.
მანამდე სანამ საყვარელ ადამიანს დამაშორებდი, შესაძლოა საკუთარ თავს ცუდად მოიქეცი, როცა აქ ჩამოხვედი გულჯემალ. ვერაფერს ამართმებ, რაც მე მეკუთვნის. სულ ტყუილად წვალობ. გოგო, რომელსაც შიგნით მალავ, სიყვარულით აღსავსე თვალებით არასდროს შემოგხედავს. არავის სიყვარული არ მჭირდება. ის გოგო დამიბრუნე. იმ გოგოს ვერავინ წამართმევს. იძულებულს ნუ გამხდი ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა. იმ გოგოს ჩემგან ვერ წაიყვან. ის ჩემი საკუთრებაა. მართლა? მართლა. გოგო უნდა ვნახო. ვერ ნახავ. ჩემი ასე გეშინია? რას გავაკეთებ? სურგზე მოვიკიდებ და აქედან წავიყვან? და შენ რას გააკეთებ? სხვა თუ არაფერი ის მაინც ვიცოდე, რომ კარგად არის. მისი და ძალიან განიცდის. მისი მამა შენი წყალობით საავადმყოფოში მოხვდა. თუ გინდა რომ დევასავით შეგებედრო, რათა სიამოვნება მიიღო. ვეფა. მხოლოდ 2 წუთი. ფიქრობ, რომ თუ დაატყოვებ, თავსი აყვარებ? გულჯემალს სწორედ რომ ასეთი საქციელი შეფერის. ის ტყვე არ არის, სტუმარია. დევა. დედა ზაფერ. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი. ჩემო საყვარელო. მამა როგორ არის? ვიცი მამა არ მიმატოვებდა, არ წავიდოდა. რა დაემართა? მამა შენი საავადმყოფოშია. კარგად არის? რეანიმაციაშია. ექიმებს გადარჩენის იმედი არ აქვთ. აქედან უნდა გავიდე. უნდა გავიდე. მამასთან უნდა წავიდე. დედა ზაფერ, აქ ვერ დავრჩები. დევა. აქ შენს დასაყვანად მოვედი, მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მომცა, რომ 2 წუთით მენახე. როგორ? აქედან ვერ გამიყვან? გავლენიანი ზაფერ ფეხლივანი აქედან ვერ გამიყვანს?
ის საშინელი პიროვნებაა. იმედია მივხვდი, როგორი პიროვნებაც არის. დევა, სახლი გადაგიწვათ, რათა წასასვლელი არ ქონოდა. რა? ის შენითაა შეპყრობილი. აქ ვერ დავრჩები. უნდა გავიდე. სასწრაფოდ აქედან უნდა გავიდე. მამა ჩემთან უნდა წავიდე, აქ ვერ დავრჩები. ვიცი, აქედან გაგიყვან. ცოტა მოითმინე. ზაფერ ხანიმ. დევა. გამომართვი და დამალე. ახლა მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. შენ გამო დავბრუნდები. გპირდები. ზაფერ ფეხლივან. გონი აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ დედის სიყვარული მოვიპოვო? მე დედა არ მყავს. ჩემთვის დედა არ არსებობს. შენ მხოლოდ ჩემი მტერი ხარ. ყოველ დილით როცა სარგეში იყურები, მე იქ ვარ. სიკვდილამდე ვერ წამშლი. ისევ ბავშვი ხარ. სულელი ბავშვი, რომელიც დედაზე ბრაზობს. გამოდი. გითხარი გამოდი. არ შემეხო. ყველაფერი წამართვი. ჯერ საქმრო, ბედნიერება. შემდეგ მამას დამაშორე. ამასაც არ დასჯერდი. წახვედი და სახლი დამიწვი. წასასვლელიც არ დამიდოვე. ყველაფერი წამართვი. დევა. ყველაფერი წამართვი, რაც გამაჩნდა. არაფერი დამიდოვე. მხოლოდ შენ სამფლობელოში დამატყობე. ნებას ქრთავ, რაც გინდა ის გააკეთე, გესმის? რაც გინდა ის გააკეთე. ოღონდ გამათავისუფლე, გესმის? რაც გინდა ის მიიღე, ოღონდ გამათავისუფლე. გამიშვი, მამასთან უნდა წავიდე. აქ შენი ადგილი არ არის.
აქ ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს. ესე იგი არ გამიშვებ. არ გაგიშვებ. მამასთან უნდა წავიდე. ვერ წახვალ. მხოლოდ დღეს წავალ უკანასკნელად. მინდა რომ მამა უკანასკნელად ვნახო. შემდეგ რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დამატყოვე. თხოვ, უფლება მომეცი მამა ვნახო. უკვე ვეღარ გაგიშვებ. შენმა ბიჭებთან წამიყვანონ, მე რა უკან დამაბრუნონ. მამას ნახვა მინდა. თხოვ. მამა ჩემი საავადმყოფოში სიკვდილის პირას არის. მისი ნახვა მინდა. უნდა ჩავეხუტო. გემუდარები. თხოვ. მომისმინე. ამიერიდან არავის შეევედრები. მათ შორის არც მე. მამასთან წამიყვანე. არა. რატომ? რა მიზეზით? წახვალ და შენს თავს წამართმევენ. კარი დაკეტილი არ იქნება. სარი კართან დგას, რამე თუ დაგჭირდება მას უთხარი. შენ ჩემი ტყვე არ ხარ. ჩემი სტუმარი ხარ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. გამარჯობა. გნებავთ რამე? არა, გმადლობთ. არმაღან. დედა? არმაღან. ძალიან შემეშინდა. ძალიან ვღელავდი. დედა, კარგად ვარ. კარგად ხარ? დამშვიდი, კარგად ვარ. დამბირდი. სიტყვა მომეცი რომ თავს საფრთხეში აღარ ჩაიგდებ. რა საფრთხე დედა, ისეთი პიროვნება არ არის, როგორიც აღწერე. საკმაოდ ცივილურად მომექცა, სერიოზული პიროვნებაა. ცივილურად? რა ცივილურად? ის მხეცია. ვერ ხედავ როგორ მოგვექცა. ხედავ, მაგრამ დარწმუნება მიჭირს, ნუ თუ ეს ყველაფერი მან ჩაიდინა. იქნებ სხვა რაღაცაშია საქმე და ჩვენ არ ვიცით. ვინ იცის? თავგზაგირია. გველი. რა სერჩი იმ პიროვნებას დედა? ვინ არის ის გულ ჯემალ შაჰინი? ამ თემაზე სხვა დროს დაგელაპარაკები. რომ იცოდე როგორ მოგვექცა. საკუთარი ხელით მოკლავდი. ამ ეტაპზე საკმარისი იქნება თუ გეცოდინება რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. დედა ზაფერ. დევა მოიყვანე? არა საყვარელო, მაგრამ ნახე. ნახე? რატომ არ წამოიყვანე? იქ რატომ დატოვე? წამოსვლა არ უნდოდა. როგორ თუ არ უნდოდა? გულ ჯემალს გამოკეტილი არ ყავს. არ წამომღვა. გამოკეტილი არ ყავს? რას ამბობ? რაღაც გაუგებრობაა. ალბათ ის კაცი ჩემს დასემუქრება. შიშისგან ხმას ვერ იღებს. იცის მამას რა დაემართა? რომ იცოდეს აღარ შეეშინდება. იქ ერთი წუთით არ გაჩერდება.
იცის იფეკ, იცის. ვუთხარი. როგორ? ყველაფერი იცის და მაინც არ წამოყვა? დედა, ხვდები მაინც რას ამბობ? როგორ თუ იცის? დედა ზაფერ, ჩვენ ახლა დევას შესახებ საუბრობთ. ჩემ ადამ იცის, რომ მამა საავადმყოფოშია სიკვდილს ებრძვის და იმ ავადმყოფის სახლში რჩება? დევას თავად უთხოვია, რომ მასთან დარჩენილიყო. ალბათ რაღაც მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შეუყვარდა. ეს შესაძლებელია? ამის გჯერათ? ამ სისულელის მართლა გჯერათ? ვერ დაინახეთ? ვერ შეამჩნიეთ, რომ იმ კაცს ჩემი და წნეხის ქვეშ ყავს. იქ ყოფნისას ეს ვერ დაინახეთ? დევა გუშინ სხვა პიროვნებაზე ქორწინდებოდა. ცოლად მერც მიყვებოდა. ნუ თუ თქვენ ამ სისულელის გჯერათ, დედა საფერ. გჯერათ? მართალია, მართალია. ჩვენ გვეგონა, რომ ქორწილი იქნებოდა იმ წყვილის, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ. მაგრამ რეალობა სულ სხვა ყოფილა. მერტი, რომელსაც ასე კარგად ვიცნობდით, წავიდა და სულ სხვა ქალზე დაქორწინდა. თან ერთ დღეში, ესე იგი შენი და ბევრ რამეს არ გეუბნებოდა. იფეკ. იფეკ. საყვარლო დამშვიდდი. აქ იმიტომ ვარ, რომ დაგეხმაროთ. როგორ შეგვაშინე, მამა? შენ რომ რამე მოგსვლოდა? არ მოგატყუებთ და სიკვდილის ანგელოზმა კარზე მომიკაკუნა. ღმერთმა დაგიფაროს. ამას ნუ ამბობ, მამა. ნივთები ჩავალაგე, მისკენ მივდიოდი და სწორედ ამ დროს ამ ორმა ულამაზესმა ანგელოზმა მიშველა. ხელი ჩამკიდეს და არ გამიშვეს. სიკვდილის ანგელოზმა თავისი გზა განაგრძო. შორს ვერ წავალ, სანამ ეს ორი ულამაზესი ანგელოზი თავს დამტრიალებს. არსად წავალ, გოგონებო, სანამ ჩემ გვერდით თქვენ იქნებით. ისედაც არსად გაგიშვებთ. მამა, ჩემის გვერდით უნდა ვიყო. საკმაოდ ღრმა თვალები აქვს. ვის? დედა ჩემის ვაჟს. წლები მეზიზღებოდა. ჩემი და გულენდამის ადგილი მან დაიკავა მეთქი. რადგან დედა ჩემმა მთელი თავისი სიყვარული მხოლოდ მას გაუზიარა. სიმართლე რომ თქვათ, ბავშვის რა ბრალია. მაგრამ ეს სიმძიმე ბავშვობიდან გულით დამაქვს. როდესაც გავიგე ჭადრაკის თამაშს სწავლობსო, ჭადრაკის თამაში მისთვის ვისწავლე. იქნებ ერთ დღეს ერთად ვითამაშოთ მეთქი. დღეს უფალმა განმაცდევინა ის, რაც ასე მინდოდა. მაგრამ ბედნიერი არ ხარ. რადგან მეგონა, რომ დედა ჩემს ემსგავსებოდა. მასავით სასტიკი, ბოროტი, დაუნდობელი იქნებოდა, მაგრამ ის ბიჭი მე მგავს. ძალიან მგავს. ეს საიდან მოიტანე?
მას ფეხები აქვს დაზიანებული. მე კი სული. ასე რომ არ მომხდარიყო დედაჩემი, ასე რომ არ მოგგვქცეოდა, როგორც ძმას გულში ჩავიკრავდი. თურმე არსებობს სისხლის ყივილი. ჯემალ, გესმის ჩემი? მამა ჩემს რომ რამე დაემართოს, გეფიცები ამ სახლს გადავწვალ. გადავწვალ, გესმის? ჩემი არ ჯერათ. დევას იქ არ დავტოვებ. ერთმანეთის მეტი არავინ მყავს. ვერცხი არ გიყვარს, მაგრამ მთელი დღე ვერცხს ტეხავ. შენს ადგილას გავგიჟდებოდი. რა ვქნა? გოგო მხოლოდ მენემენი უნდა ჭამოს. კერძი მზად არის? გულჯემალს ცოტა ხანში მოშივდება. მზად არის, ქურა გამოვრთე. ძმა გულჯემალმა მოისურვოს და მაშინვე გავშლით სუფრას. გაზდე, გთხოვ ზემოთ ადი გაიგე რა ხდება. რაღაც ხმა გაიგონეთ? არა. მე გავიგონე. შენი მუცლის ბუყბუყის ხმა არ იყოს. მოდი ჩემთან, მოდი. დილიდან არაფერი გიჭამია. ნახე რა მოვამზადე? ოსპის წვნიანი. მე მხოლოდ ეს ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი და იქ არის, იმ კაცის სახლშია. გთხოვთ და გვეხმარეთ. კარგი, გასაგებია. ემრე, გისმენთ კომისარო. ეკიპაჟი მზად იყოს, წავიდეთ, გავარკვიოთ რა ხდება. ახლა კომისარო. დიდი მადლობა. გმადლობთ. არაფერს. უკაცრავად ცოტა ხნით მოცდა მოგიწევთ. კარგი. ჩვენებას ხელი უნდა მოვაწეროთ. დაგელოდებით. ზაფერ ხანიმ. გისმენ. იფექი
იფექი პოლიციის განყოფილებაში წასულა. ჯანდაბა. სასწრაფოდ პოლიციის განყოფილებაში წადი. არ დაგინახოს. გაიგე რა ხდება. როგორც მიბრძანებთ ანიმ. რა ხდება? ოთახიდან დამწვრის სუნი გამოდის. კარი არ იღება. აშკარად რაღაც იწვის. კარი გააღე. არ იღება. კულენდამს დაურეკე? არა, არ დამირეკავს, მაგრამ ყურადღებით ვარ. ხანდახან შენ მაინც მოწმე. ძმაო გულჯემალ, რა ხდება ჯანან? იმ გოგოს ოთახი იწვის. რა? კარი არ იღება. ეს შეუძლებელია. კარი არ იღება? კარი არ იღება. დევა, კარი ვინ ჩაკეტა? დაკეტილია. დაკეტილი არ არის, რაღაც სიმძიმე აწვება. შედი, დროზე, შედი. შენ სადმიდი ხარ? გოგო იწვის. დევა. სასრაფო ჩაახრე. გოგო ოთახში არ არის. სად არის ის გოგო? საწავიდა. გულჯემალ. დევა. გოგო როგორ გაიქცა, გეძინათ? როგორ ვერ დაინახეთ? როგორ გაიქცა? ვერ დაინახეთ, რადგან ჯერ ისევ აქ არის, ამ ტერიტორიაზეა. მოძებნეთ. მანქანებით გადით, პერიმეტრი აკონტროლეთ, სადღაც შეგხვდებათ. გისმენ. ქალბატონო, ეკიპაჟი განყოფილებიდან გავიდა. იფექიც ეკიპაჟის წევრებთან ერთად იმ სახლში მიდის. მეც მივდივარ. კარგი, წადი. ოღონდ არაფერი მოიმოქმედო. გესმის ემრულა. როგორც მიბრძანებთ. გულჯემალთან დაკავშირებით გეგმებს შამიშლი და შენც კი არ დაგინდობ, იფეკ. არ დაგინდობ. ერთი და იგივე წრეზე ნუტრიალებთ.
დევა, შეჩერდი. შეჩერდი. არ მომეკარო. ახლოს არ მომეკარო. ეს რა მდგომარეობაში ხარ? დაჭრილ ხარ. არ მომიახლოვდე. არ მომეკარო. არ მომიახლოვდე. ამას ნუიზამ.